წერეთლისა და ესენინის ქუჩების კვეთაში სავაჭრო ობიექტების მფლობელებსა და ბათუმის მერიას შორის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ობიექტების მფლობელები გარე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და ქალაქის მერიას შეზღუდვის მოხსნას თხოვენ. მათი მოთხოვნების მოსასმენად დღეს მერიას შეხვედრა გაიმართა, სადაც მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელება გოგოლის ქუჩაზე. ახალი ავტოსადგურის მიმდებარედ შესთავაზეს, თუმცა მოვაჭრეებისგან შეთავაზებაზე უარი მიიღეს. მათი განცხადებით, ტერიტორია არ არის ხალხმრავალი, შესაბამისად მათ პროდუქციას მყიდველები არ ეყოლება. შეგახსენებთ, წერეთლისა და ესენინის ქუჩების კვეთაში გარე ვაჭრობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ აიკრძალა. მაღაზიაც გვაქვს, მაგრამ ვითხოვთ გარემოვაჭრეთ 2 მეტრი მაინც დავალაგოთ. საერთოდ ჯარიმა იქნება 500 ლარიო და 500 ლარი სადა ახლა არ შემოდიან, იმიტომ რომ გარემოვაჭრეთ დაჩვეულია ხალხი და გარეთ მუშაობს ყველა და შეჩვეულია მაღაზიაში 4-5 დღე ვინმე არ შემოდის საერთოდ. დაგვალაგებენ 80 სანტიმეტრი მაინც მოგვცე, რომ პატარა მაგიდები დავდოთ რეკლამის სახით გარეთ და საწყობებში არავინ არ ჩამოდის, რა ვქნათ. ნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა თითქმის დასრულებულია. ტროტუარი გზის ფეხით სასიარულო ნაწილიც ასევე დასრულებულია. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმ ტიპის გარევაჭრობა, როგორითაც არსებობდა, როგორცაც მოითხოვს დღეს გარემოვაჭრეები, რა თქმა უნდა, არ იქნება. ჩვენ შევთავაზეთ რამოდენიმე ალტერნატივა, ასევე გავვალთ ინდივიდუალურად შევისწავლით რა მდგომარეობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და შემდგომ უკვე ვიმჯერებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.